2025 წელს აჭარის რეგიონში 10,000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა საგანმანათლებლო გარემო. დასრულდა 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. აშენდა 2 ახალი სკოლა. განახლებული სკოლები მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკლასო ოთახებს, ბიბლიოთეკებს, სპორტულ და სააქტო დარბაზებს, რესურს ოთახებსა და კეთილმოწყობილ ეზოებს. რეგიონში აქტიურად გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა და 20 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2026 წელს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია 25 ახალი სკოლის მშენებლობა და 50-მდე სკოლის რეაბილიტაცია. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტად ხორციელდება საუნივერსიტეტო საფეხურზეც. 2025 წელს 2 მილიონამდე ლარი გამოიყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განათლებისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს რეგიონში თანამედროვე და უსაფრთხო სასწავლო გარემოს მოწყობას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას.